მოდით და ჩვენთან ერთად გაერთეთ. ძალიან მაგარია. რებზე და დია ნახე. მაღლა სულ დავიდე. გამადობაც. გაბედული ბუდა. ჩემს უკან ბრილიანტის ხიდია. ჩვენ კასლენში ვართ და ეს არის წალკის რაიონი. კასლენს აქვს ძალიან მაგარი აქცია, 3 ბილეთი ერთის ფასად. ჩამოდიხარ კასლენში, ნახულობ ამ არაჩვეულებრივ ადგილს. აქციაში შედის 3 მიმართულება, ეს არის ბრილიანტის ხიდი, ატრაქციონები და ბატუტ ცენტრი. დღეს ჩვენ ამას ვნახავთ, გავერთობით ძალიან მაგრად, როგორც ბავშვები ერთობიან, მათ შორის დარწმუნებული ვარ დიდებიც და ერთად დავათვალიერებთ ყველაფერს. აკაურობას იცი რა ქვია? ჰა? სწორია, აკაურობას ქვია კასლენდი. ეს არის, აბა რომელ რაიონში ვარ თუ იცი რა ქვია ამ რაიონს? აბა მიდი შენ, ჰა? ქვი? აი დიდი სასიამოვნოა და ხიდი როა. ხო! ჩემში უნდა ეგრევე წავიდეთ ატრაქციონებზე, ბატუტებზე, ხიდზე ეგრევე გადავიდეთ ნახოთ. მესმის ბავშვები რა? ხიდში დავით. მერე მოგიყვებით ყველაფერს. წავედით. კაი, აბა ეხა პირველი შეგრძნებები რა გვაქვს? ნენელო რომ გადავალთ ამ ხიდზე. აქ არის შუშები და ქვემოთ შეგვიძლია თელი სივრცე დავინახოთ. არც ისე, ხო? აბა ცოტა წინ გავიდეთ და გადავიხედოთ ერთი დაბლა რა ხდება. საშიში ჩარჩებ. არ არის საშიში? კი არის. ცოტა არის, აბა ეხა აქ ჩაიხედი, აბა. ხედები თუ მოგწონს, აი ნახე როგორი კანიონია. ბრილიანტში გინდა პირდაპირ, წავიდეთ ბრილიანტში. ისე კანიონი თუ მოგწონთ, აი. რა, აბა. რა, ეს მდინარე, ეს არის მდინარე, ხო? ხო, იცი რომ თევზები არიან? დაბლა მართლა. არა, იქ ვერ შევალ. ეს დაცული ტერიტორიაა და აქ ეს აი ველოსიპედზე გადადის ადამიანი შეხედეთ, რა მაგარია. ჯერ პატარები ხართ, მაგრამ რო გაიზევით პირობას გაძლევთ რომ წამოგიყვანთ და აქ დავწხდებით და ვიკატავთ, ხო? არა, ხო? ეს არ არის შენი. კატო შენ გინდა? გამოსდი შენ? კაი, მე გამოცადო? მე არა ხო, შენ ნიკას ეშინია რომ იქ არ მომივიდეს. კაი, ეხა ნახეთ. აბა ნახეთ, ეხა რამ ხელსიც აი გაიხედეთ. აბა თაბლა ჩავიხედოთ. კატო, უდროს არა, ესე მე დავდივარ ეხა, აბა კი, ცოტა გეშინია. არა, მოდი გავატაროთ. ეშინია. ვაიმე. არავია. ხო, გული. ნახე რა ლამაზია გადაიხედე. არა, სათუნა გადაგაგდო, ხო არ გაგიდი. წამო ეხა ჩვენ ჩავიდეთ დაბლა, იმიტომ რომ დაბლა რო ჩავალთ, იქ არის კიდე გამჭირვალე შუშები და რა? მოგწონს ეგენი? ნახეთ რა საინტერესოა უკვე. წამო ეხა, მოდი იცი რა ვქნათ? ჯერ ერთი აქ გადავიხედოთ, აბა ერთი როგორია? კატო, მოდი, აბა. ვაუ! ნუ გეშინია. წამო დაბლა უფრო მაგარია, წამო. აი მოვედით კატო. შეხედე სად ვარ დაბლა ჩაიხედე. მე რა შემიძლია ის გავაკეთო? აჰა, აი ესე გადავიხედო. აიმე, აბა გადაიხედე შენ. თუ შეძლებ. შეძლებ რო გადაიხედე. ხო და შეგიძლიათ თქვენი შვილები გააოცოთ ამ ყველაფრით, იმიტომ რომ ნამდვილად არის სივრცე რომ აქ მოიყვანოთ თქვენი შვილები და მიიღონ ეს სიამოვნება და თქვენს მათ შორის თქვენ შვილებთან ერთად. მე მგონი ესე დღეები ძალიან გვჭირდება მშობლებს ერთმანეთთან და ძალიან კარგია.
გადმოვინაცვლეთ ატრაქციონებში ერთი სული ქონდათ, როდის მოვიდოდნენ კატოს და ნიკოს. აღარ მაჩერებენ და ბევრს არ მოლაპარაკებენ, იმიტომ ერთი სული აქვს, რომ აქაც დაჯე, ნიკას დაჯე და წავედით. თუ ნიკომ მოიგო, მივდივართ აქეთა სასრიალო, არა იქითაზე, ჯერ. თუ შენ მოიგე, მივდივართ აქეთ და მერე იქით, მაგრამ ყველგან მივალთ. დავაი. ჯეირანი. ნიკომ მოიგო! წავედით ნიკო. მოდი. ესე იგი პირველი მიდივართ აქეთ ამ მხარეს. სამწუხაროდ კატო შენ წააგე, იმიტომ რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო ეს პირველი სად მივდიოდით. დიდი სასიალო აი იქ არის. მაგრამ ეხლა ჩვენ ნიკომ რა გვითხრა პირველი სად მივდივართ თუ არ ვიცი. ავდივარ ზემოთ რომ ვისრიალოთ, მოკლედ ამათ ვერ გავაკავებ. კატო დარწმუნებული ხარო ეგრეა ხვალ? დარწმუნებული ხარო ეგრეა ხვალ? აი. მე მგონი ცოტა ვარჯიშიც უნდა დავიწყო. ძალიან ისეთი უხერხული სიტუაცია შევქმენი, რადგან ამდენი ბავშვი რიგში მელოდება და მოუხადე მათ ბოდიში და თუმცა მომწეს უფლება რომ ახან ვიღებთო ერთხელო წადიო ბიძიაო და არ არის პრობლემაო. თავიდან ეს იდეა ძალიან მომწონდა რომ მეთქი აქედან დავეშვები, მეთქი მეც ბავშვობას გავიხსენებ თქო, მაგრამ ეხლა ცოტა არ იყოს და გადავიფიქრე, მაგრამ ეს კაცი მიდგას უკან და ეხლა მკრავს ხაზს და გამაქანებს და ასე რომ მეგობრებო, დიდი ალბათობით ჩემს კივილს გაიგონებთ. წავიდა. არ მეგონა ეგეთ ემოციას თუ მიხებდი. ძალიან მაგარი შეგრძნება, მშობლებიც მაგრა გაერთობით, პატარებთან ერთად და არ უნდა თქვათ ამაზე უარი. აუცილებლად მოდით და გაერთოთ. გარდა იმისა, რომ ატრაქციონებით სავსე არის აქ გაობა და ძალიან მაგრა გავერთეთ, თან დავსველდით. თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სამხიარულოა. მე და კატომ გადავწყვეტეთ, რომ მინი კარტინგებზე, სადაც ბავშვების არის სპეციალურად გამოყოფილი ეს სივრცე, აქ ვიკატავთ, ხო? ეხლა შენ მითხარი, ვიცი რომ პირველად ჯდები, მა. ხო, შენ მითხარი, აი რას გძნობ, ეხლა აი გინდა რომ უკვე გასმის, სადაც წახვიდე? Bye bye guys. ვისაც ცისწრაფე უყვარს, კასლენში არის სუპერ ადგილი. კილომეტრი და 200-იანი ტრეკია, კარტინგის სივრცე ევროპაში ყველაზე დიდია. მოკლედ, იცი როგორ რაღაცაა, ამ გამოცდილებისთვის აქ ჩამოსვლა ნამდვილად ღირს. და არა მარტო ამისთვის ძალიან დიდი სივრცე ამის, რომ ბევრი რაღაც სადოთ. ეხლა მოვირგებ ჩაფხუts და ვეცდები რომ საუკეთესოდ დავაფიქსირო. ესენი არის საკმაოდ სწრაფები, არის ცოტა ნელებიც, ვისაც უფრო მეტი ექსტრემი უყვარს, არის სპეციალური კარტინგის მანქანები, რომელიც ძალიან სწრაფია. თუმცა მე როგორც ნაკლებ ექსტრემ მოყვარული ადამიანი დავждები ცოტა ნელზე, რომ ჯერ ვისწავლო მაინც წესიერ როგორ უნდა ვიარო. ასე რომ ცადოთ რა გამოვა. ეხლა დავიფაროთ ჩაფხუტი. დავიცვათ წესები. ფორმულა 1-ზე მგონია მეგობრებო თავი. ძალიან მაგარი ტრასაა. ქაურობას რა ქვია? აბა? აბა ერთად ნახოთ, მოდი.
ნელა, შემოდით. აი, აა! რა აბა რას მიკრო? რა არის აქ? ბატუტები. კაი, რომლით დავიწყოთ, აბა? აქედან? კაი, ფეხზე უნდა გავიხადოთ. კაი, მოვიდე. ერთ რაღაც მინდა თქვა. რაო, როგორია? ბავშვებისთვის მართლა მაგარი სივრცე, იმიტომ რომ რამდენი ხანი ახლა დავდივართ და მეტნაკლებად ვხედავ, რომ ცოტა დაღლები არიან, მოშებულებიც არიან, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების უпроსწორად ეს და იგრძნობენ ამ თამაშს, ხალის და აი ვერ ჩერდებიან. ეხლა მე დავსვამ კითხვებს. დიახ. ხო და შენ ამ კითხვებზე მიპასუხებოდ გულწრფელად. დიახ. აი. კატო. დიახ. კარგია კასლენდი? კი. რატომ? რატო და იმიტომ რომ გასართობი რაღაცები აქვს. ისე რას ფიქრობ, აი, ეხა აი ჯერ იქაც ხო უნდა მივიდეთ, იქაც და როგორი არის, აი, არის ეს სივრცე ბავშვებისთვის? კარგია? მაგრამ დიდებისთვისაც არის რაღაცები. ნამდვილად, ძალიან სწორია, კატო. დიდებისაც არის, რა თქმა უნდა, გასართობები იქით, დიდებისთვის კარტინგებია, რომელიც ძალიან მაგარია. და ჩვენ უკვე ვიყავით მან და გვაქვს ამაზე ვიდეო. მე ყველაზე მეტად აუზში მინდა. აუზიც გვაქვს, აბა. ჰოტელში თვითონ არის აუზი, შიდა აუზი და იქაც შეგიძლიათ რომ რა თქმა უნდა ისე ამო. ორივე მიყვარს ძალიან და ძალიან მინდა შესვლა. იცი რა არის? აბა ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდი იმ ყველაფრიდან სადაც ვიყავით? რომელი მომწონს? მე მომეწონა ის რაღაცა როსიალდებით გემით რაღაც. ნავში რო ვიჯექით და ზემოდან რო ჩამოსრიალდით, ხო? დიახ. ოღონდ რო დავსვენდით, ეგეც მომეწონა, იმიტომ რომ გავგრიდით პირველ რიგში და მეორე რიგში გავერთეთ. ნამდვილად. ნიკო, მოდი შენს კითხავ ერთს და რა. კიდევ ერთხელ გავუბნებით, გამოწერა არ დაგავიწყდეთ. გაგახსენებთ ყოველ 5 წამში. რა, რა? შენ მოგეწონა დღევანდელი დღე? კი. არა, არ არის აუცილებელი, ეს დავიჭერ და ისმის ხმა. მოგეწონა? ხო. აი ისი. რა მოგეწონა ყველაზე მეტად? აი აგიდან გალაბი, მაგრამ ისი დაანგაგდა. რა ყველაფერი არ გამოგიც. ხო, ვასი. აქედა ყველაფერი რომ ისე ძალიან კარგად გავერთეო. რეისებიც მომეწონა ძალიან. მე ძალიან მომეწონა გალაბი და დაში და. რა უნდა ქნან? კასლენში უნდა ჩამოვიდნენ რომ გაერთონ? დიახ. და არხი? არხი გამოიდერეთ. და დალაიქეთ. აბა რა, მარტო გამომწერები უნდა გყავდეს. მეგობრებო, რავი, აქ ვართ, კატოს და ნიკოს ჩემები უკვე მივიღეთ. მეც როგორც მამა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ესენიც ბედნიერები არიან და მე თამაშს ვაპირებ სხვათა შორის. თამაშს ვაპირებ თქვენთან. წავედით, გავერთობით და თქვენს გელოდებით კასლენში. დავემშვიდობოთ მაყურებელს, იმიტომ რომ დღევანდელი დღე დავასრულოთ გადაცემა და ჩვენ გავაგზავნოთ თამაში. დიახ. ჩვენი დავადებით. დაგირდებით მირი და მოვაც. ყველაფერი ნათქვამია. კარგად. გელოდებით კასლენში.